ყოველთვის მოგესალმებით მეგობრებო, პროცესებიდან გადავედით როგორც იქნა და მივახციეთ როგორც იქნა რატოღაც. ყოველთვის თანმიმდევრობა აქვს, ამას შესაბამისად თანმიმდევრობით მივყვებით ჩვენ სამუშაო პროცესებს. ეგრეთ წოდებული სანტექნიკური ფურნიტურის ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე რა არის სანტექნიკური ფურნიტურა. სანტექნიკური ფურნიტურა არის ყველაფერი რაც არის ვნე, ანუ იძახიან პრინციპში გარეთ. Внаружи, русულად კარგად ჟღერს პრინციპში რა ვქნა. ეგრეა, გარეთ, внаружи, ანუ სანტექნიკური ფურნიტურის დამონტაჟების მიმართულება, მაგრამ ერთ სამ მიმართულება ერთი უბრალოდ უპირველეს ყოვლისა მიმართულება ჰიგიენური შემრევის არის ჩვენ უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა ვაკეთებთ უკვე ბოლო ტენდენციებში და მშვენიერი ამით შემეკითხებით ერთი წერტილი ანუ შერეულოგი წყალი მოდის ჰიგიენური ხო ჰიგიენური მეტი არაფერია მის დანიშნულება ჰიგიენური თვალსაზრისია და მიმართულებაა მეტი არაფერი მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს შემრევები ეხლა ამაში ხო როგორც ყოველთვის ვიზახს ხოლმე ხო ბატონი ზაზა არ უნდა დავზოგოთ ხოლმე და აგერ ბატონო ხო ჰანს როხე აი აბა ჯერ ესეთი თუ გამოიცოთ რა არის ეს ხო ამაზე რო ვაკეთებთ ხოლმე ეგეც წოდებული უკუსარქველებს სისტემურებს რომელსაც პრინციპში ჩავმახავთ ხო და წარმოიდგინეთ ეხლა ხო უკუსარქველი გადამებით შესაბამისი გადამებით ჩარჩება კედლის მიღმა ბატონო ხო გერმანიის ისიც ნაფიქრი ეგრეთ წოდებული მიკრო ხო ამას ქვია მიკრო ეგრეთ წოდებული უკუსარქველი რომელიც მონტაჟდება ორივეზე ცივზეც ცხელზეც ხო შესაბამისად უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ ეს არსებული უკვე ხო შტოკები რომელიც მონტაჟდება არსებული უკვე ჩააშენებული ეგრეთ წოდებული შემრევია კი ბატონო დეკორატიული არის ვინ დეკორატიული ქვია რომელიც გარედან აი მაგიტომაცაა მოყოლებული ხო ეგრეთ წოდებული უკვე ხუთები რომელიც უკვე ბოლოს მონტაჟდება ხო აქვს მასალა ეგრეთ წოდებული მინიმუმიცაა კი ბატონო ის მაქსიმუმიცაა დაშვებული და მინიმუმიც მაგრამ მინიმუმს არ უნდა გავხსნათ და ყოველთვის უნდა იყოს დაფიქსირებული ის არსებული შიგთავსი რომელსაც უნდა აკეთებდეს ის პატრიცემული აი ვინც აი პატრიცემულ კარგას აკეთებს ხო კარგას ხო შეიძლება კარგასაც აგი გააკეთოს მაგრამ არა პატრიცემულებო დაიჯერეთ მერწმუნეთ ეს დამკვეთებს გეხებათ ეს რომ ბოლოს და ბოლოს მერწმუნეთ იმაში რასაც ვიზახ ხოლმე რომ ის აი ეს არსებული ინსტალაციის ჭონჭხის ხო კარგასი ვინც აკეთებს კი ბატონო ეს დაბაშერ მოყავთ იკეთება ხო ამასობაში არა მწვანეთი ბატონო მესო არამედ ეგრეთ წოდებული გორტექსი თუ აი ესეთი ხო ვინაიდან მე აი მარსებულ დაბოლოებებში აი აქ უნიტაზი როცა აწვება ხდება 400 კილოგრამს დაწოლას უძებნეს ეს წარმოიდგინეთ ეს არის ნორმა აი ამ წერტილებზე 400 კილოგრამი დაწოლა მაგრამ როცა ვждებით ფიზიკის კანონი არ უცვლება ხო ის უშუალოდ აწვება ბოლო წერტილს ვინაიდან აქ ათანაბრეს დაწოლა უკვე აქედან აგრეჯვაზე ხო და იქ დაწოლაზე როცა დაწოლაზე მუშაობს ამასობაში დაწოლაზე ტეხავს აი ქვემოთა შიგ თავს ამიტომ ის დაფიქსირებული უნდა იყოს დაპატრიცემული მემონტაჟი ხო აი საკეთებს აი კარგავს ხო ჩონჩხს ის უნდა დააფიქსირო გამოიყვანო ჩვენ არ ვიცით რა ხდება ხო შემდეგ პროცესში ვინაიდან შეიძლება ორი პირი გიფსოკარტონი გავაკეთოს დაბაშერ მოყავა უკაცრავად შეიძლება საერთოდ რა ვიცი აგურით ამოშენებს ამიტომ ჩვენ იმას ვამონტაჟებთ ვაფიქსირებთ უშუალოდ ინსტალაციის გვერდზე და ის გამოყვანებია ხო უნდა გამოიყვანოს პატრიცემულმა პერსონაჟმა ვინც აკეთებს მეტალს, ვინც აკეთებს იმ კარკას. ამ შემთხვევაში ჩვენი წვალებაა ბოლოს მე ყოველთვის ვიზახ ხო? ყველა მოითავებს და მე მაინც ზაზას წვალებაა ხო? ეგრეა ხო? ბოლოს ახე მაინც ჩემია, მაგრამ ამასობაში ის დაბოლოება როცა არაა, სწორედ გაკეთებული ხო? ლაყლაყებს ჩვენი ტერმინოლოგია ან გაქცეული არის ჰორიზონტალზე, ან ვერტიკალზე ხო? აქეთ იქით. ის კიდე გაიარო, ჩაფიქსირებულია, გასწორებული არის ჰორიზონტალი და ვერტიკალი. ვინაიდან უკვე ახლა არ გაიქცევა ხო? ეგეც წოდებული უკვე საშხაპი ზონა არის აქ. ამიტომ აი დემოდელი მიმართულება არის 5 ვანა, ხო, 5 ვანა ტუალეტი, თანმიმდევრულად უნდა გავყვეთ ამას და მე ბოლოს ერთიანად მაინც ერთ ვიდეოს სპეციალში საბოლოო ჟამს მაინც გადავიღებ არსებული პარტიდან. ხა წარმოიდგინეთ თითოეულ ვანაში ინსტალაცია ეგრეთ წოდებული ჩასაშენებელი უნიტაზის ქვემოთ, როგორც ჩვენი კლასიკური მიმართულება არის. ის არ უნდა ჩანდეს, მაგრამ ის არის, ესე იგი უნიტაზის ინსტალაციის ქვემოთ. ეგრეთ წოდებული ჰიგიენური ეს უკვე თქვენი მიმართულებაა დამკვეთების, მე გირჩევთ რომ შემრევის გარეშე ვინაიდან ტყუილ უნდა გადაიხადოთ ახლა ეს. ჰანს როხი კი ბატონო, კაი ბრენდია, ამასობაში მეგონი რაღაც ერთი 400 ლარამდე არის, აი ეს ერთი წალი პატრიცემული ნაკრები. 5 წალი. უჯერ 400 არ გაგვიჭირდება გამოთვლა. ჩასაშენებელი უბრალოდ პრინციპში კი ბატონო ეს კაი მიღებული არის მიმართულება, მაგრამ ამასობაში ამ შემთხვევაში რა ვიცი რატომღაც დამკვეთმა მოიდომა აი გარეთ ხო ეგრეთ წოდებული დუგა და ასაწევი ეგრეთ წოდებული ყურმილით როცა შეიძლებოდა ამასობაში აკეთებული იყო ერთი წერტილის და გამოვიდოდა აქ ეგრეთ წოდებული უკვე ტროპიკული. შვენიერი ხო არაფერი აღარ გამოჩნდებოდა. ყველას თავის გემოვნება გვაქვს. ტრაპი კლასიკურად ეს არის საერთო უკვე ეგრეთ წოდებული საერთო უბრალოდ საშხაპი ეტაპი ის არის სამგანში. ეს არის ეგრეთ წოდებული ბოქსი. ყველაფერი ზედაპირული ფურნიტურაში შედის. ამიტომ თითოეულ ვანაში კიდევ ვიმეორებ ინსტალაცია, ჰიგიენური, საშხაპი ეგრეთ წოდებული შემრევი და ხელსაბანი.
ესეთი კლასიკური მმართველები და დასადები ვანის ინსტალირებასაც ამასობაში გაჩვენებთ. ყველაზე დიდ ვანაში დაიდგება ეგრეთ წოდებული ვანის ინსტალაცია. მიყვებით ახლა თანამედროვედ და ჯერჯერობით პირველი ვანიდან დავიწყეთ და პირველი ვანიდან მიყოლებული ამასობაში ყველაფერს მე იხილავთ. არსებულ ბრენდს ხო არსებულ ბრენდს როცა ვიტყვიერ ჯერ ის უკვე საკმარისია ვინაიდან მე არავის არ ვარეკლამებ ესეც ხო ტაქტიკა არა მიმართულება და მოთხოვნილება YouTube-ის შესაძლოა რეკლამას მიხვდებით ხო ამასობაში კაი მიმართულებაა ხო ნახეთ ახლა ხო ავიღეთ ხოლმე ხო ამასობაში ის წმევის ქვეშ არ უნდა იყოს ვინაიდან არსებული კლავის საერთოდ არასოდეს გარანტია იმისა რომ როცა არსებული კლავის ხარჯზე იქნება წყალი გაჩერებული იმან რომ გააპაროს ვერავის რაფის ვერ მოთხოვთ იმიტომ რომ არ არის საგარანტიო მაგრამ ნახეთ ახლა აქ რა ხდება ავიღეთ ხოლმე ხელში გვაქვს წყალი არ წამოვა ვინაიდან უნდა გავხსნათ ხო მაგარი მიმართულებაა ხო ცხელი ცივი როგორც ვაზრობთ მაგრამ შესაბამისად თუ არ დავაკეთებთ არსებულ ხორმის ხო არსებულ სათავსოში ვეღარ ჩავდებთ ამასობაში ძალაუნებრივად გვინდა არ გვინდა ძალაუნებრივად კი ბატონო კეთავთ და შემდეგ უგეჭდება არსებული ხორმიც კაი მოგონება ვინაიდან უკვე დაზგული ვართ ვინაიდან ეს უკვე დაკეტილია და არა კიდე ჯვიზახი კლავის ხარჯზე და უნდა იყოს ყოველთვის ონკანის ხარჯზე ვინაიდან ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნელა გავყევით ახლა პირველი სართულიდან საშხაპე ზონა აი ესეთი ზედაპირული არის ხო ყველას თავის გემოვნება გვაქვს მაგრამ ამასობაში ამას ჩვენად მოუხდებოდა იქ ეგრეთ წოდებული ხო იყოს მაინც ამასობაში კი ბატონო რაღაც ოფციას მატებს და ამასობაში აი ეს არაფერი არ იქნება და ოპერა ტროპიკანკა ტროპიკული რატომაც არა ეს შლანგების და ამასობაში ეს და ამის ღირებულება თავის კომპლექტაციით თვითღირებულებაში სხვადასხვა უფრო იაფია პატუცემულო ბესო ბუღალტერია ხო ის შემდეგ ბუღალტერიას კარგად ზმაკაცობდა აი ეკონომიური ის თან ამასობაში შიგთავსი აღარს დაჭირდებოდა იმიტომ რომ მას ჩვენ ვაკეთებთ და ერთ-ერთი ხრახანი იქნებოდა გამოსული პრეს ხრახანი რომელშიც ჩაიხარხებოდა ტროპიკანკა ხო გავაკეთე თანამდებობას ჰიგიენური შემრევი ჰიგიენური ხო ეს უკვე ავსახე ჩვენერი მოგონებაა ისე ხურმის ვერ დავარუნეთ თავის საწყის ბაზის ადგილას თუ არ დავკეტავთ ხო ამასობაში გაენაკეტილია შეიძლება არ განხორციელდება მაგრამ ეს რომელიც მოხდეს გაჩვენეთ ხო ეწოდებული ნოუ-ჰაუს არაა ეს უკვე დიდი ხნის მოგონება არის ხო ეწოდებული მინი მიკრო ეწოდებული კი ბატონო შიგთავსი კლაპები კლავიში დიდი პატარა ინსტალაცია დამონტაჟებული და ინსტალაციის ქვეშ ის არ ჩანს მაგრამ ის არის როგორც ყოველთვის მეორე სააბაზანოც ეს ავედით აი პატვიცემული ვანა ავა აბრძანდება ამ კიბერზე მაგრამ ესეც ასე ვერ გავიგეთ ხო ამასობაში მანავდი უნდა აგვიტანა ბარდიურები გავაკეთეთ შვენერი სილამაზე და ამასობაში ასეთი წონის ზემოთატანა წვალება ჩემს ხოლება ასიზა მიშოური ვარ უკვე იგივე რა კლასიკურად ხო ჰიგიენური ინსტალაცია კლავიშები და აკუაროთ იქნება ხელსაბანე ყველაზე პატარა სააბაზანო ზონა ეს აქვს ხო გადავინაცოთ უბრალოდ ზემოთ და ზემოთ სულ ზემოთ და ზემოთ ისევა და ისე ავედით ნელა აი აქ კი ბატონო არსებულ სილამაზეზე ვანის ამოტანა რატოგაც მანამდე შეიძლება და ამის ამოტანა ჩემო პატივცემულო ხო როგორც ყოველთვის ლოგიკურად აი ყველაზე დიდი სააბაზანო გვექნება და ამასობაში აქაც კლასიკურად ხო შემრევი ეგრეთ წოდებული ჰიგიენური ინსტალაცია აი ეს ეგრეთ წოდებული კუნძული ხალხის აბოლოებები მონტაჟდება ეს არის მისი კომპლექტაცია მერე ფიქსირდება ზომაში და ყველაფერი უნდა ჩაისხას არავით არის ერთჯერ ვიზახი კიდე სამუდამო დაემასროთ არავით არის ხრახიანი გადამები უხილავ ადგილებში მაგრამ თუნდაც პრინციპში რა ვიცი აი წარმოებლებს რა ვიცი ლოგიკას ხანდახან არ ექვემდებარება ვინაიდან ხა არსებულში მაინც ხრახნები და ისიც კედელშია ხო აი ზუსტად აი ესეთი პრეს ხრახნები მაგრამ ახლა რაციონალურზე ურცავნებულზე უნდა ვიცოდეთ ხო ხრახნის დაბოლოება არავითარ შემთხვევაში რა ვიცი ჩემი რეგლამენტით ეგრეთ წოდებული ანაერობული თხევად პაკს უძახთ ის თხევადი პაკი არა სახელმწიფოებაც უნდა ისწავლოთ ის არის ეგრეთ წოდებული ანაერობული ჰერმეტიკი მაგრამ საქართველოში წარმოებლებო შემოტანებულ უბრალოდ ნეტარასო წარმოებთ ჯეჯურობით ხო შემოვაგზა ამაში ხო ვიყიდეთ ლარად გავყიდეთ 100 ლარად ნახეთ
შემოსავალი, მაგარია, კაი ბიზნესია. არა შემოიტანეთ პატივცემულება, იმან არა უგო ეგრეთ წოდებული ჰერმეტიკს, არის აქტივიზატორი, რომელიც ამუშავებს სახელს ამასობაში 120-იანი გადამა იქნება განსაკუთრებულად იქ, სადაც არის ცვალებადობა, ხო? არის დაუშვათ თუჯი, რატომაც არა, ხო, თუჯი, ფოლადი, უმეტეს შემთხვევაში ასე არის და არა ყოველთვის ეგრეთ წოდებული თითბერი, ხო? ლატონი თითბერი ყოველთვის არა, ამასობაში ყოველთვის ცვალებადობაში არის და ისუსაც ის აქტივატორი, ახდენს ადგეზიას 120-იანი გარანტიით. ეხლა ამასაც ვიხილავთ, რომ საბოლოო ჟამს მე ეს ვანა ეს კუზუზე იქნება დატმული, შვენიერი პეიზაჟებით, კი ბატონო, შვენიერი პეიზაჟებით, ხო, რა ვიცი. გვინდა ასე და როცა გვინდა ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა, მინდა, ამის საწინააღმდეგო არგუმენტი მე არასოდეს არ მაქვს. მინდა და გქონდეთ. აგერ იქნება ვანა, ეს ზუსტად ეს პატივცემული დაეფარება ამას და გადმოსული, ეს პატივცემული, ოკეი. ყველაფერს ამას ვიხილავთ, თავისი დაბოლოებით, ჩამოტაჟდება. აქანე, ასე. ამასობაში გვექნება, ხო იცით, მიმიქაროს, ფოთის პლიაჟიო, ამასობაში ზღვაც უწყი გვექნება. რატომაც არა. გავყევით ახლა მეორე სათვისი გვაქვს 3 სააბაზარო. ხო? ეს თუ დამოვიცნოთ, შენ თქვა, პატივცემულებო. იმად გეხებათ ეს. ტრავს მოყვება, ამასობაში ის, ხო? რატო არ იყენებ საინტერესოა, ხო? ანუ ახლა დაიწყებთ რომ როგორც ვთქვათ, ხო, უტყვე ჩაივარს, იმო, არსად არაფერს არ აპარებს ეს. მაგისთვისაა მოგონილი ჩემო პატივცემულებო. ეს ასე. ხდება, ეწებება ისე და წყალში ხდება, ზუსტად ადგილზეა ვინაიდან ეს ეგრეთ წოდებული წებოვანი მასა, წყალი რომ მოხდება, ის ისე მიაკვდება წყალებში, რომ იმას ვეღარ აძლევ და ამას ქვია სუფთა სრული ჰერმეტიზაცია. და არა, მე რო გვაქვს ტერმინოლოგია, თუ გამოყარეს სიმო, ახლა ჩაფუგი და მორჩა. რაღაც ღაპროს უყვებით ხოლმე, ხო? ფუგის ზღვარზე არასოდეს არ უნდა დამოკიდებული ჩემ პატივცემულო, ამიტომ მოგონილი ესეთი მასა ესეთი უბრალოდ პრინციპში მიმართულება ჰიდროიზოლაცია. ეს არის, ხო და არა ფუგა. ფუგა ამოყარეს სილიკონი მოუსვის, იმა და გააჩერდეს, ხო? მასე ვაჩერდეს ხალხს, მაშინ აუზების იქნებოდა მასე სილიკონი გაკეთებულები, ხო? ხო, ეგრეა. მოკლედ მიყვებინელა, ხო? აქაც მე იქნება ჯეჯურობით არა, ხო? ჩამოსასხმელი ეგრეთ წოდებული, იქნება ინიცირება, ხო? კვარცისა, კი ბატონო, შვენიერი მიმართულებაა ეს ჩემთანაც გვახსოვს, ხო? ვინც როლიკებს აღენებს თვალს, ჩემთანაც ყველა დამონტაჟებული შვენიერი მიმართულებაა, შეხედო, კი ბატონო, გეგონება ნამდვილი კვარცი, რატომაც არა. ასეთ რაღაცებში, ბევრჯერ მითქვა, ხო, ასეთ რაღაცებში, სხვადასხვა სპეციფიკური ეკონომია გააკეთეთ. ზუსტად ასეთ რაღაცებში, მაგრამ ის რაც ყვება იატაკქვეშ, კიდე ერჯერ ვიზახი და მამოჯერა ვიხმერო ამაზე, ხო? დამკვეთებს გეხებათ, რომ მაკვირდებით იქ, ხო? და ამასობაში მაკვირდებით თვითონ რაღაცა სწავლოთ, ამასობაში ეს უპირველეს ყოვლისა, ნუ ზოგავთ ადამიანებო მირში. ისაც всё ჩაბარდა ისტორიაზე ხა წარმოგიდგენია აქ მილების გამოცვლა, რადიატორები გვაქვს. მილების გამოცვლა წარმოგიდგენია აქ რა მოხდება? ღმერთმა დაიფაროს, ხო? ამიტომ ამაში ნუ ზოგავთ. დაზოგეთ ეს რაღაცეებში, ხო? ეს ჰიგიენური ახლა გამაასხავს, ხო? ზედმეტი იყო და გადამაასხავა. ევას უკვე დიდი მნიშვნელობა არსებითი არ აქვს. ეს შეიძლება გარეთაა და მაგითო. იგივე არა ეს ხელსაბანე, ხო? იგივე არა პრინციპში ეს თუნდაც ვანა ზემოთაა, დღეს ასეთი მინდა ხვალ ქვისას მოვიდან და დავამონტაჟებ. რატომაც არა, მაგრამ იმას ვეღარ შეცვლით, ის ქვემოთაა მარჩენილი. წარმოიდგინეთ, როგორ შეცვლით, მაგრამ ეს პლიანად უნდა აიყაროს ყველაფერი. ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი წესის კანონი. ამასობაში ჩვენ კანონებს, კი ბატონო, ზუსტად არსებულ კანონებს, ყველაფერს აქვს, ყველა სფეროს აქვს თავის კანონები, ჩვენ სფეროსაც აქვს კანონები და ამ კანონებს ზოგადად არა, ყოველთვის ვიცავთ. ხო, ანგელოზები რა ვართ, ცელა ჩავაფრთხილები. რაღაცა მიზეური შესწომა. ყველას მოგდის, რა თქმა უნდა, პრინციპში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სტანდარტი ნორმა არის უცვლელი ჩემთვის პირადად. ნელა მიყვებით წინ და წინ. ალაგები დავით. აი ესე ჭირდება ამას. ეს როგორია? ეს უნდა მოეთათუნე აგრეგატი, რასაც ქვია ვანა, კუზოზე დასაფინერა. და სიმღერებში
ესეც შეიძლება ითქვას კი სატექნიკური ფურნიტურის დასასრული არის პროცესები, ვინაიდან გაიტიხება ეგრეთ წოდებული მინა, ხო? კი ბატონო, შემცველობა, შესაბამისი შემცველობის მინით, ეს შორბრი მინა არა, არ დაიდება ეგრეთ წოდებული კვარცის შემცველობის, კი ბატონო, იერარქიას, იმიტაცია, ამას ქვია ზუსტად იმიტაცია, მაგრამ შორებრივი მიმართულებაა ეს. სექტორული, ხო? სექტორული კიდევ ჯერიზახე, ამაზე ძალიან ბევრი იერარქია, ისმის ხოლმე შეკითხვები, ხო ისმევა ხოლმე უბრალოდ პრინციპის შეკითხვები, რაც ნიშნავს არის ამ არსებულ ვანაში კიდევ ჯერიზახე რომ დაზიანდეს ნებისმიერ რაღაცა მიმართულება, ყველაფერი შეიძლება, ხო? არასოდეს არ ვარ დაზღვეული, ამიტომ ამ სექტორში დაიკეთება ცხელიც, ცივიც, რა თქმა უნდა, არ გვეშლება, ხო? ცხელი, მარცხენა, ცივი, მარჯვენა. შესაბამისად, ეს წერტილების ეს არის უკვე ხელსაბანი, ინსტალაცია, ჰიგიენური ჩამონტაჟებული არის. თავისი დაბოლოებებით, თავისი ჩაშენებული, ხო? ჩაშენებული, რა ვიცი. კი ბატონო, ჩაშენებული, ერთ-ერთი აი მოციის გარშე იქნება და სულთა ჩაშენებული. გავდივართ ახლა პირველი სართულის ვანაც ამასობაში გვახსოვს, ხო? როგორი იყო და რა იყო? ამასობაში ასეც იყო, იგივე ხო ეს? შენი პროცესი იქნება, არაფერი, ხო, დაიდგება, უბრალოდ პრინციპში და დაერთება განხორციელება მეტი არაფერი. იგივენაირად ცხელი, ცივი, სექტორული ვენტილები აუცილებელია. ინსტალაცია დამონტაჟებულია, ჰიგიენური დამონტაჟებულია, კლავიშები არ მუშაობს. გამოიცანეთ რატომ? არ მუშაობს. არ მუშაობს. მის გამოიცავს იმას პრიზი ელოდება. დავდივართ მეორე სართულზე, ხო? ასე მიღებით, სულ ზემოთ, მაღლა და მაღლა. ეგრეა, ხო? ხალის ხოლის მატებს. ჩვენ სფეროს ზემოთ გვაქვს 3 სააბაზანო. წველი წერტილი. იგივენაა ინდივიდუალურად, ხო? ცივი, ცხელი, სექტორული, ცივი, ცხელი, ხელსაბანი, ინსტალაცია, ჰიგიენური, ამასობაში. ხო, რაღაც უნდა ჩავასწორო, ხო, იქ რო თქვი 400 ლარი მეთქი, არა, 700 ლარი, ხო? 700 ლარი წარმოიდგინეთ, ხო, ამასობაში. 3 ზემოთ, 2 ქვემოთ. მეგონი რა გაუჭირდება, 5 ჯერ 700. რატომ ბატონო ბესო, ვინაიდან შეგვიძლია ერთი წერტილი, ერთი ყურმილი. თვითგებულობა იქნებოდა პლუს მინუს 500 მეთქაც. მე ზამაბრია თუკი 40, მაქსიმუმ 60 ლარი. არ მუშაობს, არც უნდა იმუშაოს, რა ვარ, თქვენებებით რომ იმუშავა, არ უნდა იმუშაოს. გამონტაჟდა არაფერი არ მუშაობს. აპარა. ჯერაოთ, ეხლა რომ ჩვენთან არ იმუშავებს. ოპ, ვაღებთ წყალიც მოვდის. ტრაპშიც მიდის, საგანგაშო ტრაპი როგორც ყოველთვის არ გვიშენია არაფრის. თამათ. ვინაიდან გვასწორს, ხო? ის არ ჩანს, მაგრამ ის არის, უნდა იყოს ყოველთვის. ამიტომაც ქვია იმას საგანგაშო სანიტარული თვალსაზრისით. ტრაპი, ვინაიდან ის გაიმიჯნება. მე რა ქვია, სტეკლოთი, ხო, იგივე შემცველობის სტეკლოთი და ეს იქნება საჟღაპე ზონე, იქნება რა არის და ის ინსტალაციის ქვემოთ ტრაპი ყოველთვის უნდა იყოს. ახლა დარაჯი გვაქვს ამასობაში აქაც. ასენსორების დანარგდება. ეგრეთ წოდებული გაჟოვნის საწინააღმდეგო. მეზობელს არ შევძლებოთ, მაგრამ საკუთარ პროცესს უნდა გაუფრთხილეთ. იგივენაირად, ცივი, ცხელი, აი შენელი მოგონებაა, ხო? აი ეს მიმართულება სხვადასხვის ვინაიდან არაფერს არ წარმოადგენს მანიპულაცია. აი ეს გაიგება, უბრალოდ ღია არის ამ პროცესში. აი დეკორატიულად. ეს ესეთი ზედა ქალბატონს არ მოუჭირდება. მაგიტომაც კაი. ჩასაშენებული, ეგრეთ წოდებული წერტილოვანი თავარი ვენტილები. ხო, ვენტილები. რომელსაც ქალბატონის განახორციელებს. უბრალოდ ეჭირება ხელი, აი მან მოჭერვის და რაღაცა უხეში ძალის დაყენების გარეშე. იგივენად ეს ეგრეთ წოდებული პოლომისის ქვია, ხო, ნახევრად ბრუნიანი, ცივი, ცხელი იგივენად არის დამონტაჟებული და აქაც იგივენად, ხო, ჰიგიენური ინსტალაცია არ მუშაობს, რა თქმა უნდა არ მუშაობს. წყალი გვაქვს, მაგრამ არაფერი არ მუშაობს. და ჩავთვალეთ ამასობაში მეზობლები. არაბატი სიმბოლოა. ტრაპი არის, ტრაპიც არის. ამ შემთხვევაში კი ბატონო ეს რაღაცა უნდა რაღაცა ამაზეც უნდა თქვა, ვინაიდან წერტილს როცა ტოვებთ,
ის პატივცემული წერტილი როცა შეიწია იქით და ადამიანი აკეთებს სალამაემას გააგებს უნდა იფიქრო რომ წერტილი მისული არის იქ და მასობაში დაგრძელება თუ დარჩება უნდა შეიყვანო და ინსტალაციის ქვემოთ უნიტაზის ქვემოთ გააკეთო არ უნდა იყოს ეს პატივცემული ასე ის არ უნდა ჩამდეს ნამდვილად არ უნდა ჩამდეს ახლა და ყველგან რო იყო ის როგორც საჭიროა მასობაში 100 ამასწორებ ცოტა მიუღებელი არის გაითვალისწინეთ და თუ გაითვალისწინებთ წიწახ თუ არა და დარჩით იქ სადაც ხართ ყველაზე დიდი ვანა ამასობაში ამასაც მოვესწრით უკვე კი ბატონო გვაქვს ვინაიდან უკვე დაფიქსირდა ხო ამასობაში ერთი ნაკლი აქვს ამ პატივცემულ ვანას და ეს უნდა გაითვალისწინოთ მე რო ყვირი ხარ თქონე ვაიმე სუნი წამოვიდა კანალიზაციისა წამოვა თუ მე მონტაჟს არ აქვს ის წარმოდგენა რას ნიშნავს ეს ჩამკეტე ხო ამას ვერ შეგონება ამასობაში რომ პრობლემა არ მოიქვა დაიკეტა და სუნი არ წამოვა და არა პატივცემულებო ამას რა გახსენე ეწოდებული გადამდინარე რომელიც არის დაერთებული ამის ქვემოთ და ის ღია ამიტომ უნდა გავუკეთოთ ეწოდებული ჰიდრო ხო ამას გვეშვენაზე ზატვორი დაერთებაზე რომელიც მოიცა კი ბატონოში ვინაიდან დეკორატიული თვალსაზრისით ახლა სილამაზის სახით ხო კანალიზაცია ვერ იქნება ახლა გარეთ გამოწეული ამიტომ ის მოწყობილობა უნდა იყოს აუცილებელი უნდა იყოს აუცილებლად და აუცილებელი საერთოდ დამადასტურებელი სამოდი აკვირდებით ხო წყალი არის აი აქ გაჩერებული აი ღარის აი არ გამოჩნდება ხო კი აი ჩანს რადგანაც აი ეს რომელიც არის დამაკავშირებელი ამ პატივცემულთან მაგრამ ის უკვე ზემოთ არის და წყალი არის ქვემოთ მივხვდით ხო სუნი არ წამოვა ამას უნდა ითვალისწინებდეს მე მონტაჟე და გაითვალისწინოს ნაშრომი როცა წარმოდგენა გაგვაშია და ამასობაში აი წინ ხო წინა ვანაში მაგიტომას გამომარტე ხო ყველა ვანაში ინსტალაციის ქვემოთაა ტრაპე ბიჭო და ვინც გააკეთე ხო არ ვიცი არ მეურვება პატივცემული ბეს ვინ არის ხო ამასობაში და უნდა იყო ხო ჯო ყველგან გააკეთდა ისე და უნიტაზის ქვემოთაა ინსტალაციის კი ბატონო უნიტაზის ქვემოთაა და არ ჩანს რაღაცა გამოაფხაკუნე ხო ის წინ რისთვის რო ჩავდეს თუ რა ხდება ამასობაში ხო სილამაზეა ხო შედიხარ ის არ ჩანს მაგრამ ის არის არ უნდა იყოს ის არც იქ არც იქ ცენტრში გაკვეთებული აი ცენტრში რო გააკვეთებთ ხოლმე და ზემოდან გადააბიჯებთ ხოლმე ხო ჩასაშენებელი გეძებული დეკორატიულები კიდე ერჯე ვიძახი ხელიც ცივი სიგნალად ნახე რომ ეწოდებული ბრუნიანი ფიქსირებული ეწოდებული ონკანები აი ეს პატივცემული ხო თითქოს არაფერი არაა მაგრამ ამასობაში ამას მემონტაჟებდება რაღაც ნახევარი დღე ვინაიდან ხედავთ ხო რა არის აქ წარმოდგენილი ვინაიდან იქ არის ჩაშენებული კი ბატონო უკვე დაერთება ეგ ეწოდებული დაერთების ქვემოთ გვაქვს კიდე დაერთებები და პრესე ეწოდებული ამოყალები გვაქვს ზემოთ ამოსვლები რომელსაც არაფერი არ უნდა გაეპაროს კი არაფერი არ უნდა გააპაროს აი აქ ეს უნდა იყოს ერმეტული ამიტომ ეს ტესტირებაში რა შემდეგ ეს ასებული უკვე ხუფი აი ზუსტად ეს არსებული ხუფი უკვე მოიქცევა თავის შესაბამის ადგილას სატესტო რეჟიმის შემდეგ როცა სატესტო რეჟიმს უკვე გავავლით ეს მოიქცევა უკვე აი ესეთი სახით ხო დეკორატიულად ეწოდებული ელემენტი გით რომ არ იყოს მაგრამ ეს უნდა იყოს ყოველთვის წვდომაში ვინაიდან ყველაფერი ხდება ხო აქ ხო აბატუსემები წარმოიდგინეთ ხო იქ გაჟღერვა გახორციელდეს ის უნდა დავინახოთ და რომ დავინახოთ ამასობაში ის იმის გაკეთების და რა ქვია შეკეთების პროცესად მიწვიში საშუალება უნდა გვეძლოს ამიტომ აი ეს 1 2 3 იხსნება თლიანად აი არსებული ეს ფუძე კი ბატონო ამას ქვია უკვე ფუძე აქაც გვაქვს წყალი რა თქმა უნდა არის ფიქცია აი ამბები გადართვებით აქეთ იქით რატომაც არა ხო კი ბატონო ხო ვერ ეწოდებული სალატული ცხელი კივი გვაქვს და გადართვებით ეს აჩერებს ყველაფერს და ეს ამასობაში იქი გადახით რატომაც არა ხო მოუწყათ აი უკვე გვაქვს ფუფუნება ამის ხო ფუფუნება გარეთ და თელი ამბებით ხო ცალკეში რატომაც არა არ უნდა შეშინოდეს დავკეთოთ ეს ფიქსირება ნიშნავს იმას რომ ამასობაში ის გადართავს ამ ფორმაზე ან ეწოდებულ ავსებას და ამასობაში კიდევ ერჯერ ვიზახი სუნი არა გვაქვს ეს რა ვიცი ფაქტიური ჩასაშენებელი კი ბატონო იყო ჩასაშენებელი და მექანიზმი აქვს ხო ჩაშენებული და ანაშენი ზედაპირული ყველას თავის გემოვნება გვაქვს ამიტომ რატომაც არა კაცო ჩვენ ვითვალისწინებთ იმას რაც დავკეთებს გსურთ მაგრამ მხოლოდ ერთი სანატი ნორმა უცვლელია ჩვენ შემთხვევაში ეს უცვლელია და ასე
ესეთი სახით ეხლა ხო არსებული უკვე აქ არსებული მიმართულებების კიდევ ჯერ ვიზახი რომ არსებული ხედებიდან უკვე არაერთი გადავიხედეთ გავადიდოთ შეგვიძლია და სეპტიკი 1 2 3 ბუნკერი ხო ამას კი ზუსტად ბიოლოგიური გამწმენდი შუაში იქნება ერეწოდებული უკვე ბიოლოგიური გაწმენდა პირველში აქტიური ჩადინება მეორეში პასიური გადადინება და მესამეში უკვე გაფრთხილებული ბიოლოგიურად გაწმენდილი პროცესორა წყლის გაწმენდვა ერეწოდებული უკვე პოჩვა ხო ამას უკვე მიწა ხო მიწაში იშღინთება კი ბატონო მაგრამ იქ უნდა იყოს ბიოლოგიურად გაწმენდილი წყალი და არა ისე ხო რომ საკუთარ მიწას თვითონ ბილწავთ ერთსალი კაროდიცი ხო ამოთხარა და ყველაფერი კარგადაა არ არის მაიამბები მას პატოცემლებო მერწმუნეთ აი ეს კაფეონოტაზე ხო როგორც ყოველთვის ხო შემიძლია დავამთავრო ვინმე და ეს ასევე მიმართულება იყოს იყო უბრალოდ სატექნიკური გარეთა პოლიტურის დამონტაჟების მიმართულებები ერთადერთი აქ მიმართულები დარჩა უკი კი ბატონო ეს დიდი აფრის მომცემი არა ჩამონტაჟებული ეგრეთ წოდებულები კიდევ ჯერ ვიზახი კვარცის იმიტაციით კი ბატონო ხელსაბანი და უბრალოდ დაერთება განხორციელდება ხო შემრევი ის მეტი არაფერი თავი ეს მიმართულებები იყო ვინაიდან სექტორული ჩართვა და კიდე ხა საბოლოო ჟამს მაინც პრინციპში კიდევ არა ამის შემდეგ უკვე საბოლოო ჟამს მაინც გვახსოვს რომ არსებული ფაქტიდან საკვებია იქ გვაქვს კი ბატონო გეზი ბოლოს საკვებაში არის და საკვებაში იქნება უკვე ცალკე მიღწეული ციკლით უკვე ვიდეო როლიკი კი ბატონო ის უკვე საკვები მიმართულება იქნება ვინაიდან ჯერ ხვალის რუსულად ფიქრობ აი არსებულ სახურავზე უკვე დაიდგება მზის კოლექტორები და მომოვალი მაგისტრალები წარმოიდგინეთ ხო საერთო მიმართულებები არის ჩვენი სფერო და კაია ესეთ გამოწვევებს არ უნდა გაურბოდეს ნებისმიერი მემონტაჟა და ამასაც ცხოვრებაში არასოდეს არ გაურბოდი და არც გავექცე აი ეს ჩანს ხო იქნება მიწის ქვეშ შეყვანილი ეგრეთწოდებული უკვე მილები მაგისტრალური მილები მზის კოლექტორებიდან და საკვები იქნება ერთ სიტყვით ცალკე მიმართულება ამიტომ აი ეს არსებულ ლამაზი ხო მიმართულებით აი ესეთი ტორპედოსავერდიანაც ხო წყალქვეშა ნავი რა ვიცი დავარქვათ გემი თუნდაც ატომაც არა ხო ის კაი გამოთქმა არის როჩაწვება ადამიანი და მიმიქაროს ოთის პლიაჟიო აგერა რატომაც არა რა გავცუროთ თუნდაც შავი ზღვა რა ხმელთაშუა ზღვაში გავცუროთ ევროპაში შევართ ხო ამასობაში რა ვიცი გეოგრაფიას ასე მასწავლეს შავი ზღვა უკავშირდება ხმელთაშუა ზღვას და ხმელთაშუა ზღვიდან უკვე გავდივართ ევროპაში რა მაგარი